სტამბული. რამდენჯერმე გადადებული შეხვედრა. არც ერთი პრეზიდენტი. რუსეთის დელეგაციის დაბალი დონის მიუხედავად პრეზიდენტი ტრამპის და პრეზიდენტ ერდოღანის პატივისცემისა და დეესკალაციის სურვილის გამო სტამბოლში ჩვენი დელეგაციის გაგზავნა გადავწყვიტე. დელეგაციების დონემ დაიწია. მზად ვართ სტამბოლის მოლაპარაკებების აღდგენისა და შესაძლო კომპრომისების განხილვისთვის. ტრამპი აცხადებს, რომ გარღვევა არ იქნება, სანამ ის პუტინს არ შეხვდება. არაფერი მოხდება, ვიდრე მე და პუტინი არ შევხვდებით. თბილისი ვაშინგტონის პასუხის მოლოდინში. ჩვენ ვართ სრულად მზად ურთიერთობების გადატვირთვისთვის და ველოდებით ჩვენ ხოთ ნამიჯებს. გვაქვს იმედი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია აღმოჩნდება უფრო ძლიერი ვიდრე Deep State. ის როგორ ესმის მეგობრობა. ძალის ხმევას არ ვიშურებთ იმისთვის, რომ საქართველოს იყოს კვლავ საერთაშორისო დღის წესრიგში. მეგობარი აქტი თუ სამიც რუბრალდება. ბევრ ქვეყანაზე კონტროლი დაამყარეს, ეს ვერ შეძლეს საქართველოზე. მოხდება თუ არა გაყინული ურთიერთობების აღდგენა. ღამის რეიდები კოლ-ცენტრებში. როცა გადმოვიდნენ, ვიკითხე და მითხრეს, რომ კოლ-ცენტრი ვარ. თბილისი ჭოპორტი დააჭარა. ამ ტერიტორიაზე იყვნენ მთლიანად ეგენი. ამოღებული იქნა ელექტრონული ინფორმაციის შემცველი სხვადასხვა სახის ტექნიკა და დოკუმენტაცია. უცხოელების ნაქირავები ფართები საქართველოში სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების გასაძარცვად. ეთერშია კურიერი 9 საათზე. ნათია ლაზაშვილთან და დავით კაკულიასთან ერთად. კონყურებთ კურიერ 9 საათზე დღეს 15 მაისია გიყვებით დღის მთავარ თემებს და მოვლენებს საღამოშვიდობისა. სამი ლოკაცია ერთდროულად თბილისი ჭოპორტი დააჭარა. კოლ-ცენტრების რეიდები გვიან ღამით დაიწყო. შედეგად გაძევებული იქნება 14 ჩინელი, რომლების თვეების განმავლობაში თაღლითური გზით აგროვებდნენ საქართველოში ქონებას. ჩინური კოლ-ცენტრის სოფელ ჭოპორტის სასტუმრო არაგვი რეზორტში იყო განთავსებული. ასე ქვია, ორგანიზებული თაღლითობისთვის ნაქირავებ ფართს, საიდანაც გამოძიებამ უკვე ამოიღო ათეულობით მობილური ტელეფონი და პერსონალური კომპიუტერი, რომლებიც სავარაუდოდ უკანონო ფინანსური ოპერაციებისთვის გამოიყენებოდა. პოლიციის მისვლამდე სასტუმროში საეჭვო ხანძარიც გაჩნდა. დიდი ალბათობით კოლ-ცენტრების ფლობელებს დანაშაულის კვალის გაქრობა სურდათ. ჭოპორტის გარდა სპეცოპერაცია ჩატარდა აჭარაშიც. იქაც კოლ-ცენტრის მფლობელები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. თურქებს ჩინელებისგან განსხვავებით საოფისე ფართები ჰქონდათ ნაქირავები და როგორც თვითმხილველები ამბობენ, ხშირად ხდებოდა თანამშრომლების როტაცია. ყავდათ ინგლისური ენის მასწავლებელიც, რადგან სატელეფონო ზარებით სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები უფრო იოლად გაეძარცვათ. კიდევ ერთი ლოკაცია, სადაც უხელ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, თბილისში პეკინის გამზირია. კოლ-ცენტრი თავს სარეკლამო კომპანიად ასახებს, თუმცა აღმოჩნდა, რომ სპეცოპერაციამდე თაღლითური ჯგუფი არც კი მალავდა, რომ კოლ-ცენტრს ამუშავებდა. კურიერი დღეს ამ შენობაშიც მივიდა, თუმცა ოფისი, სადაც კოლ-ცენტრი იყო მოწყობილი, დალუქული დაგვხვდა. ფინანსთა სამინისტრო საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ამ კადრებში ის ოფისები ჩანს, სადაც ეგრეთ წოდებული